ფინანსურ დანაშაულზე კანონი მკაცრდება და ის რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს. მეტიც, ზოგიერთი ცვლილება იმდენად მკაცრი და გაუგონარია, რომ სპეციალისტებს მის კონსტიტუციურობაშიც კი ეჭვი ეპარებათ. უფრო კონკრეტულად, თუ რა ცვლილებები იგეგმება ამ მიმართულებით, თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში. ანა ჯალაღონია, იურისტი და სასამართლო მედიატორი. გვიერთდება. ანა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა მოწვევისთვის, თემის წამოწევისთვის, რაც მთავარია. როგორც ვახსენეთ, საკმაოდ არაორდინალურ კანონზე უნდა ვისაუბროთ. ფინანსურ დანაშაულზე კანონი მკაცრდება. ადამიანი, რომელიც ფინანსურ დანაშაულზე იქნება მსჯავრდებული, მას არ შეეძლება თვეში 520 ლარზე მეტი შემოსავლის მიღება, ეს არის საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობა, მას არ შეეძლება პირად საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონების ფლობა და მეტიც. ადამიანი, ვინც შეეცდება, რომ მას რაიმე ფორმით დაეხმაროს, ისიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ მოექცევა. პირველ რიგში ზოგადი შეფასებებით დავიწყოთ, რამდენად სამართლებრივია, რამდენად არის ეს კანონი ადამიანის უფლებებთან და კონსტიტუციასთან თანხვედრაში და შემდეგ გადავიდეთ კონკრეტულ შეფასებებზე. კეთილი. მანამ სანამ გადავალთ კონკრეტულ ამ კანონთან, მოდით აღვნიშნოთ ზოგადად რა არის კანონის მიზნები, ნებისმიერი კანონის მიზანს. შევეხოთ, იმიტომ რომ არის განმარტება კანონში 39 მოხლის პირველი ნაწილი გულისხმობს კონკრეტულ მითითებას, თუ რას უნდა ემსახურებოდეს კონკრეტული კანონი. ხო, კანონის მიზანი არის პირველ რიგში რა? სამართლიანობის აღდგენა. აქ შესაძლებელია არ გქონდეს პრობლემა, იმიტომ რომ გარკვეულწილად დაზარალებულს სჭირდება არა მარტო ფინანსური, არამედ ემოციური კონტექსტით იმისათვის, რომ თავი დაკმაყოფილებლად იგრძნოს და სამართლიანობა იქნოს აღმდგარად. მეორე ნაწილი არის აქ პრევენცია. იმისათვის, რომ კანონმა იმოქმედოს, არა მარტო უნდა უკვე დავსაჯოთ, არამედ უნდა აღმოფხვრათ შესაძლებლობა მომავალში გაიმეოროს და მესამე არის რესოციალიზაცია. ეს ორივე პრობლემურია ამ კანონთან მიმართებით და რატომ? თამხა მას შევეხოთ. ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ აბსოლუტურად ადამიანს გამოვყოფთ, მიჯნავთ სოციალური ცხოვრებისგან, აბსოლუტურად ვუარყოფთ მის ნებისმიერ ფინანსურ შესაძლებლობას გამოიმუშაოს იმოდონების თანხა, რომ მან მოახდინოს დაზარალებულის ინტერესების დაკმაყოფილება დროულად და მალე, მაშინ ფაქტობრივად გამოდის, რომ ეწინააღმდეგებით წინსწრებით განცხადებულს მიზანს. თუ ჩვენი მიზანი არის, რომ დაზარალებულს რაც შეიძლება მალე და სრულად აუნაზღაურდეს საკუთარი მიღებული ზიანი, ან ის ზარალის ოდენობა სრულად აღმოფხვრათ, მაშინ უნდა მივცეთ მას საშუალება გამოიმუშაოს რაღაც სახსრები, უბრალოდ უნდა შევზღუდოთ შესაძლებლობები, რომლის ფარგლებში შეუძლია მან ეს სახსრები გამოიმუშაოს. ჩვენ ვზღუდავთ, მაქსიმალურად ვზღუდავთ ფინანსური სარგებლის კანონიერი გზით მიღების შესაძლებლობას. ანუ გამოდის, რომ თავიდანვე მოვდივარ ჩვენ თავთან წინააღმდეგობაში. შეიძლება ანა ვთქვათ, რომ ეს კანონი გარკვეულწილად ახალისებს შემდგომში აი ამ ფინანსური დანაშაულის განმეორების საბუთებას. ზუსტად მან მივდივართ ამ ლოგიკით. ნახეთ, თუ ავიღებთ უფრო საზოგადოებისთვის მარტივი აღსაქმელი იქნება ადრეული პრაქტიკა იპოთეკებთან დაკავშირებით, როდესაც მოხდა გარკვეულწილის შეზღუდვების დაწესება, კერძო პირებს აეგზალათ გარკვეული ჩარჩოების გარდა იპოთეკების გაცემა და თანხების სესხება გასესხების შეზღუდვები განახორციელდა. რა მივიღეთ აქედან? იმის ნაცვლად, რომ გაგვეჯანსაღებინა ფინანსური სფერო, ჩვენ მოვახდინეთ იმ სეგმენტის, რომელიც ვერ ახორციელებს საბანკო პროდუქტებით სრულფასოვნად სარგებლობას, ამ სეგმენტის, რომელსაც პრობლემები აქვს და თანხების სჭირდება და ვერ ახორციელებს იმ წინაპირობების დაკმაყოფილებას, რომელიც კანონიერი გზით ამის მიღების საშუალებას იძლევა, ისინი გადავიდნენ ჩრდილში. ანუ ჩრდილოვანი გარიგებები მივიღეთ, ნაწილი მივიღეთ ყიდვა-გაყიდვის ფორმით, რომელთაც კარგად სარგებლობენ თაღლითები და გავა მრავალფეროვნე თაღლითური სფერო ამ კუთხით გამოდის, რომ არა ზუსტად განვახორციელებთ ჩვენი ინტერესების, მესიჯების და მიზნების კანონის ფარგლებში დეკლარირება, გავაუარესეთ ნაცვლად გაუმჯობესებისა. იდენტური მოცემულობა გვექნება აქაც. ანუ თუ პირს ვართმევთ, ნახეთ, საცხოვრებელის მიღების საშუალებას, იმიტომ რომ მისი ოჯახის წევრები ამას ვერ დაუთმობენ სივრცეს და ფარს, იმიტომ რომ ეს უკვე 391-ის მეორის ფარგლებში ყალიბდება როგორც დანაშაული და რომლის გამო შეიძლება კონფისკაცია დაექვემდებაროს მესამე პირის ქონება, ხო? მას არ ვაძლევთ საშუალებას საკმარის ფინანსური სახსრების მიღებას იმისათვის, რომ საცხოვრისი უზრუნველყოს, იმისათვის, რომ უზრუნველყოს ნორმალური ცხოვრების პირობები და ამას გარდა განახორციელოს
იმ დავალიანების აღმოფხრა. ან აი ამ ნაწილში მინდა რომ ერთი ჩაგეკითხოთ, მე უფრო განმარტოთ ჩვენი მაყურებლისთვის, ანუ ჩვენ ამ კანონით ვიღებთ მოცემულობას, როდესაც პირი, რომელმაც მოიხადა მსჯავრი, მას არ ეძლევა პირად საკუთრებაში ქონების ფლობის უფლება, მას არ ეძლევა საშუალება ვინმეს ბინაში გაათიოს ღამე და რაც მთავარი არის, ამ ადამიანს არ ეძლევა ოფიციალურად და კანონიერად იმ შემოსავლის ქონის საშუალება, რომელიც ღირსეულ ღამის გასათევს დასჭირდება თვიურ ჭრილში. გამოდის რომ ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, უსახლკარობისთვის არის განწირული ამ კანონისთვის. აბსოლუტურად. ან ვაძლევთ მხოლოდ ერთადერთ გზას, მიიღოს ისევ არაკეთილსინცერ გზით ფინანსური სარგებელი. ანუ მესამე მიზანი რაც არის, მეორე მიზანი რაც არის. გამოდის რომ 3-დან 2 მიზანს, რომელსაც კანონის მიხედვით ჩვენ უნდა მაყოფილებდით, როდესაც ახალ ნორმას ვიღებთ, ვწდებით. რა ინტერესს ვიცავთ ისეც, რომ გვიღირდეს ამდენად აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მყოფი კანონის მიღება. ვერც ერთი ინტერესი ვერ იქნება დაკმაყოფილებული, იმიტომ რომ მათ შორის დაზარალებული ინტერესი ზიანდება. ანუ ვერ ვიტყვით, რომ ამით ჩვენ რამე სამართლიანობას აღვადგენთ, იმიტომ რომ პირიქით დაზარალებულის ინტერესია, რაც შეიძლება მალე და სრულად მიიღოს საკუთარი ზიანის ანაზღაურების საშუალება. ამ ნაწილში ჩვენ უფრო გაგრძობად ხვდით ამის მიერ ზიანის მიღების საშუალებას. ანუ კონკრეტულად მესმის, რომ აბსოლუტურად მესმის, რომ თაღლითობა ისეთ დანაშაულია, რომელიც საჭიროებს მნიშვნელოვან მკაცრ ზომებს. აბსოლუტურად მესმის, რომ უნდა არსებობდეს იმდენად მკაცრი სამართლებრივი ბაზა, რომელიც იძლევა საშუალებას პრევენციული ხასიათის მიიღოს. თუმცა ამ მოცემულობაში, როდესაც დღეს და ახლა გვაქვს ისეთი რეალობა, რომ კანონის მიზანს ეწინააღმდეგება. რაც თავად მნიშვნელოვანია, გამოდის, რომ კანონის ასევე ზღუდავს მესამე პირის ინტერესებს. გამოდის კანონი თვალისწინებს ასევე სხვა დათქმას, რომ მე შეიძლება და ვიყო, ასე ვთქვათ, მე მივიღო სასჯელი მხოლოდ იმისთვის, რაც მე ჩავიდინე. თუ მე მესამე პირის ინტერესის გამო, ფინანსური ინტერესის გამო, თაღლითობის გამო, ჩემ პირად საკუთრებაზე საქონელს საფრთხე ექმნება მხოლოდ იმიტომ, რომ აი ნათესაური კავშირი გვაკავშირებს. ან რაიმე სახით უბრალოდ დავეხმარე, ღავე გავათევნე სიტყვისთვის, რომ ვთქვათ, ხო? გამოდის ჩემი საკუთრება საფრთხის ქვეშ დგება, აბსოლუტურად მოვდივარ წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, საერთაშორისო ნორმებთან, ადამიანის უფლებებთან, მხოლოდ იმიტომ, რომ მე რაღაცა ნათესაური თუ პირადი კონტაქტები მაკავშირებს პირთან. მე ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართალი იცნობს მსგავს ნორმებს. ანუ არიან ქვეყნები, სადაც არსებობს მიახლოებული სახის შეზღუდვები, მათ შორის გერმანიაშიც, ამერიკაში ეგრეთ წოდებული რიკოს წოდებული კანონი. სინგაპურშიც, თუმცა სამივე მიმართულებით შეზღუდვას არც ერთი საკანონმდებლო სივრცე არ იცნობს. ზედმეტად მკაცრია და მიზეზაცდენელია ეს დეფინიცია, რომელსაც შემოთავაზებული არის ამ რედაქციის ფარგლებში. მნიშვნელოვანი რა არის? თუ მესამე პირის ქონებას ვეხებით, მაშინ უნდა არსებობდეს მტკიცებულება, რომ ესენი ან მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ პროცესში, ან იცოდნენ დანაშაული პროცესის შესახებ და რომ ეს ქონება, რომელთაც მათ ისარგებლეს, მათ მიიღეს კონკრეტული პირის დანაშაულებრივი შედეგის მიხედვით. ანუ თუ პირი აბსოლუტურად მისი შემოსავალი არ არის თანხმედრაში პირის ქმედებასთან, არც ვადების ფარგლებში. მე მესმის, რომ კანონის ერთ-ერთი მიზანი არსებობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზების გვერდის მაქსიმალურად გვერდისავლის მექანიზმების აღმოფხვრა, მაგრამ აქაც წინააღმდეგობაში მოვდივართ. მაშინ უნდა არსებობდეს კონკრეტული დათქმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიზანს და არ მოვა წინააღმდეგობაში ყველა არსებულ ნორმებთან, რომელიც როგორც ფინანსურ, ასევე საკუთრების უფლებებს ლახავს ადამიანის ნაწილში და რაც მნიშვნელოვანია კიდევ ის, რომ უნდა არსებობდეს ამის მტკიცების საჭიროება. არ შეიძლება აპრიორი და ასე ვთქვათ, პრეზუმციის სახე მივცეთ იმას, რომ თუ ნათესაურ კავშირშია, თუ ასევე შეძლებულია აპრიორი ნიშნავს, რომ დანაშაულებრივი გზით გაიზიარა ეს ქონება და იქიდან მიიღო. კი ბატონო, ანა, ცოტა დრო დაგვრჩა და აუცილებლად მინდა გარკვეულწილად ბიზნეს ნაწილსაც შევეხოთ, ეკონომიკურ ნაწილს და გარკვეული შეჩამებაც გავაკეთოთ. პირველ რიგში, თქვენ ახსენეთ და უფრო დეტალურად მინდა გკითხოთ, რას უნდა ემსახურებოდეს კანონი ზოგადად და რას ემსახურება მაშინ აი ამ ლოგიკით ეს კანონი და მეორე, აი ამ ასე ვთქვათ კანონის მიღების შემთხვევაში როგორ შეიძლება ეს აისახოს ზოგადად ბიზნეს გარემოზე, იმდენად ამდენადაც ბიზნეს გარემო სწორედაც ინდივიდებიდან იქნება. ერთადერთი რასაც შეიძლება ემსახურებდეს შორის ზეებარი. ანუ მიახლოებით იდენტური კანონის არის კბილის წილ, თვალი თვალის წილ. სხვა თანამედროვე კანონის მიზნებთან აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის, იმიტომ რომ კანონი უნდა იცავდეს არა მარტო
არ არის მარტო სასჯელი. ის არის რესოციალიზაცია, ის არის პრევენცია და ის არის ამ ყოველფრის კეთება, ისე რომ ადამიანის ღირსება შევინარჩუნოთ და მის საცხოვრებელი ელემენტარული პირობები შევინარჩუნოთ. და რაც მნიშვნელოვანია, ბიზნესისთვის არის ძალიან დიდი თავის ტკივილი, რატომ? ანუ გამოდის, რომ არამედ როგორც პარტნიორები, დასაქმებული პირებთან კომუნიკაცია, არა მარტო მისი პირადი ისტორიის ფარგლებში იქნება გამოსაკვლევი, არამედ მისი ოჯახის წევრებზე შეიძლება ნათესაურ კავშირსა და ნაცნობობას გავცეთ. გამოდის, რომ განუსჭრეტადი ხდება, ვისთან შეიძლება პარტნიორობა, ვისთან შეიძლება ვისი დაკონტრაქტება, ვისი დასაქმება შეიძლება ამა თუ იმ ფორმით, აბსოლუტურად რთული ხდება გასჭრიტო ბიზნეს გარემო და ის მოლოდინები, რომელიც შესაძლებელია კონკრეტულ პირთა თანაშრომლობის ფარგლებში ქონდეს. შეუძლებელია ეს არ აისახოს ბიზნეს გარემოზე. შეუძლებელია ეს არ აისახოს მათ შორის იმაზე, საქართველოს ფარგლებში ვის დასაქმება მოხდება. აქ არსებითი მნიშვნელობა იმას. მიუხედავად იმისა, რომ კანონი მინდა ვთქვა, რომ ახალი კანონი იძლევა მითითებას, რომ უცხოეთის მოქალაქე შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აიყვანონ, თუ შიდა ბაზარზე არ არსებობს საქართველოს მოქალაქის ანალოგიური კვალიფიკაცია, თუმცა თუ ამას შევხედავთ, ასევე ამ კანონის შედეგის ჭრილში ჩვენ წავახალისებთ უცხოეთის მოქალაქეების დასაქმებას საქართველოს ტერიტორიაზე, თუნდაც იმიტომ, რომ ეს უფრო განსაკუთრებულად შეიძლება იყოს. გასაგებია. ანა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. მოყურებელს შევახსენებ, ანა ჯალაღონია, იურისტი და სასამართლო მედიატორი იყო ჩვენთან ერთად დავსაუბრობდით ახალ ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებულ ახალ კანონზე, რომელიც პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო.